უპოვარი უქონელი უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი შეძლოთ და თქვენი უფლებების დაცვა. ათეულობით 1000 ლარია ჯარიმა ჩემს ანგარიშზე. ჯარიმების დათვლა შევწყვიტა პირველივე სასამართლოს შემდეგ, იმიტომ რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით 8 ოქმი გააერთიანა და მართლა უკვე იმდენი დაგროვდა, რომ მე პირადად სათვალავი ამერია და აღარც მაინტერესებს, იმიტომ რომ რადგან ესე გაცხადებულად ვამბობ, რომ გადახდას არ ვაპირებ, დამატებით თავის ტკივილს ამ კალკულაციაში და ბუღალტერიაში აღარ ვიკიდებ და არ ვითვლი, მაგრამ მაინც დაახლოებით ვფიქრობ, რომ 30 არის გაცდენილი, 30000 ლარს. პირველი ჯარიმა იყო 30 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ძალაში შევიდა ეს მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონებით. კი ბატონო. ბატონო ზურა, არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ არაკონსტიტუციურ კანონს მე პირადად არ ვემორჩილები, არაერთმა თქვენთვის ნათქვამი ვიცხადებ დაუმორჩილებლობას. ჩვენ ამ დაუმორჩილებლობაში ძალიან გააზრებულად შევედით, იმიტომ რომ როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კანონების მიღებას აპირებდნენ, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ რაღაცა ჩვენი ქონების დაყადაღება არ მომხდარიყო, ან ალტერნატიული ანგარიშები გქონოდა, რომელსაც ვერ დაგვიყადაღებდნენ ვერანაირად და გამოყენება შეგვიძლებოდა ამ ანგარიშების, იმიტომ რომ თუ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მათ მიერ მიღებული კანონებიც შესაბამისად არის არალეგიტიმური და საერთოდ ვერ ვხვდები აღსრულების ნაწილში, რატო უნდა დავემორჩილოთ ამ კანონებს, რამე ლეგიტიმაციას ძენს სასამართლო, რომელსაც უსამართლოს ვეძახით ამ კანონებს, ან ამ ხელისუფლებას არანაირს, ხო? თუ რაღაც ესეთ წინააღმდეგობაში ვართ და ვამბობთ, რომ არ ვემორჩილებით, არ უნდა დავემორჩილოთ მათ შორის აღსრულების ნაწილშიც. შემდეგ იყო ის ნიღაბი, რომელსაც აქციებზე ვიყენებთ ხოლმე დემონსტრანტები თბილისში, ცრემლსადენი გაზის დაწყლის ჭავლის საწინააღმდეგოდ, რესპირატორიანი ნიღბები, რომელიც ჰქონდა, ეგ ნიღაბი იყო თეთრი შარფი, რომელიც მოხვეული მქონდა სახეზე და იყო ზვიგენის ნიღაბი, რომელსაც ზუგდიდის პოლიციამ თვითონ თავის ინტერპრეტაციით შეარქვა ზვიანგი, სასაცილო რო ყოფილიყო. რეალურად ნიღაბიც არ იყო, ეს არის ქუდი, რომელსაც აქ ყურები და ამ ყურებზე შემდეგ არის ზვიგენის კბილები დამაგრებული და ესე რომ მოიხვალ, გამოდის რომ მხოლოდ თვალები გიჩანს ზვიგენის კბილებიდან და ხო, ზუგდიდის პოლიციამ გააშარჟა და შეარქვა ზვიანგი. ეს არის გუშინდელი, ხო? გუშინდელია კი სამედის იმ ზვიანგის თემა. ისწავლე დამასოფაში ზვიანგის თემა არის. ეგრე წოდები. მოდი ამჯერად ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს იყოს. ვენინება. რეჟიმს და სილაც იყოს გებოაძეს. ჩვენ ვართ თბილისელი მომიტინგეებისთვის ზურგის ქარი და ფარი, რომელიც მათ ამაგრებს აქ ადგილზე და მეორე ამბავი არის ის, რომ ადგილზე მყოფ პოლიციელებს, ადგილზე მყოფ სისტემას ვღლით რეალურად, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უკვე 84 დღე აქ უწევთ გამოსვლა. არ გემორჩილებით. ბატონო ირაკლი, Wi-Fi არ თქვენია და შეიძლება რა დავაყენოთ? საცხენოსება ბოდიშ მაპასი. გავდი, მოყვები. გავიდე შემოვა კამერა. გვინდა რომ, რა ვიცი, სხვადასხვა რეგიონებში და სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი პროტესტი მუდმივად იყოს და ეს ყველაფერი არ იყოს გამობმული მხოლოდ თბილისს, იმიტომ რომ თუ
თუ ვამბობთ, რომ რეალურად დეცენტრალიზაცია გვჭირდება და სანამ სხვას მოვუწოდებთ დეცენტრალიზაციისკენ, საპირისპირო ხარეს დგომ ადამიანებს მოვუწოდებთ დეცენტრალიზაციისკენ, ჩვენ თვითონ ვიწყებთ ამ დეცენტრალიზაციას. არსად სამართალი! სამართლო, სასამართლო! ხალხის ზალის გაშინოდეს! სამართლო, სასამართლო! ხალხის ზალის გაშინოდეს! დააჭხիր ბორბონჩია ბიზინა! დააჭხիր ბორბონჩია! თულია ხალხო მაია! ოლიგარქიას! დააჭუდაბალი ბაშხარ! აქ არიან ადამიანები, რომლებიც, რა ვიცი, ერთმანეთისთვის მე მგონი უკვე ოჯახის წევრებად ვიქეცით. არიან ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც პირველივე დღიდან დგავართ აქ. არიან, რა ვიცი, ესე ვერ დავყოფ ვერავის, თუმცა არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და არიან მოქალაქეები და განსაკუთრებით მე მიყვარს ეს ადამიანები, იმიტომ რომ ასაკოვანი ადამიანები არიან უკვე, რომლებიც კილომეტრებს გადიან აქციაზე რომ მოვიდნენ, ანაკლიიდან მოდიან. მათი შვილი არის ემიგრანტი და მათ ჩვენ გვითხრეს რა მე მგონი მე-10 აქციაზე რომ ჩვენ გვიგზავნის ჩვენი შვილი აქციაზე წამოსასვლელ ფულს და გთხოვს რომ არც ერთი დღე არ გავაცდინოთ და ისინი მართლა ყოველდღიურად მოდიან და მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთ მათგანს რაღაცა ფეხის პრობლემა აქვს და გადაადგილების პრობლემა მუდმივად კილომეტრებს გავდიოდით ზუგდიდში მარშებზე ყველა მარშზე ეს ქალბატონი ჩვენთან ერთად იყო და გავდივარ 70 კილომეტრ ყოველ დღე მიხარია რომ ღამე მოვა 6 საათი მიხარია რომ მოვდივარ აქეთ მე რა მინდა ბებო მე უკვე 74 წლის კალი ვარ ჩემთვის აზი არაფერი არ იქნება მაგრამ ახალგაზრდებმა ჩემმა შვილებმა შვილიშვილებმა შვილთაშვილებმა რო იცხოვროთ კარგად იმიტომ დავდივარ აქ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ აუცილებლად აქ ვიქნებით მე პირადად ვიქნები იქამდე სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს იქამდე სანამ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ყველა ტყვეს აქ არიან ადამიანები რომლებიც რა ვიცი 2008 წელს ტანკებს გადაუდგნენ წინ და ამ ადამიანებს რიგითი პოლიციელი კი არა ტანკი ვერ აშინებს და არ გვაქვს ჩვენ ქვეყანა და განსაკუთრებით საქართველო დასათმობი არც ბიძინა ივანიშვილისთვის არც ვიღაც ირაკლი კობახიძისთვის და რუსეთისთვის მით უმეტეს